კი ხედავთ რა მდგომარეობაა ტყის ტერიტორიაზე. აქ თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები აქტიურად იწყებენ მუშაობას უკვე და ცდილობენ რომ ეს ნაგავი გაიტანონ ტერიტორიიდან, თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ ეს არც პირველი და არც უკანასკნელი ობიექტია, საიდანაც მათ ყოველდღიურად აი ასეთი ტიპის ნაგვის გატანა უწევთ და საიდან მოდის ეს ნაგავი აქ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ადამიანების ნამოქმედარია სამწუხაროდ და ამას ვერაფრით ვერ შევცვლით. თბილსერვის ჯგუფის მასშტაბური დასუფთავების აქციაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენი ქალაქი ცოტათი მაინც ამოასუნთქონ და გაიტანონ ნაგავი სხვადასხვა ტერიტორიიდან. ახლა ჩვენ კი ვიმყოფებით ხუდადოვის ტყეში, მაგრამ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში სწორედ აი ესეთი სიტუაციაა და ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება თბილსერვის ჯგუფის დირექტორი ბატონი დავით ფაჩულია. დილამშვიდობის ბატონო დავით, ვიდრე დეტალებზე გადავიდოდეთ რა ხდება დღეს აქ, მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით. აი რას ელოდებით, რამდენ ხანს გაძლებს სუფთა ტერიტორია ხუდადოვის ტყეში მაგალითად. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. როგორც აღნიშნეთ, სამწუხაროდ ხშირია ესეთი დაბინძურება არა მარტო ხუდადოვის ტყეში, დედაქალაქის მასშტაბით და ამ კონკრეტულ ადგილას წელს ასეთ მასშტაბურ აქციას უკვე მეორედ ვაკეთებ, თუმცა მასშტაბურს გულისხმობ დაახლოებით 40-ზე მეტი თანამშრომელია, 5 ერთეული სპეცტექნიკა და ასე შემდეგ. ყოველდღიურ დასუფთავებაში არის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა სამშენებლო ნარჩენს ხელით რო ვერ ვიღებთ, ამიტომ აქციას გეგმავთ ხოლმე. სამწუხაროდ დედაქალაქის მასშტაბით კონკრეტულად აი რეკრეაციულ ადგილებში, სკვერებში, პარკებში, ტყეებში, სადაც უნდა დავისვენოთ, ვივარჯიშოთ, რაღაც დრო გავატაროთ, ასეთ ადგილებში გვხდება უფრო მეტად დაბინძურება. სამშენებლო ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით თავსდება, ავტომანქანის მეორადი ნაწილები, საბურავები, აი მასშტაბურ სახეს იღებს ეს ყველაფერი და სამწუხაროდ აი ესეთი თქვათ რაღაც ტრადიციასავით დამტკბირდა დედაქალაქში, რომ ეს ესე უნდა იყოს. სამწუხარო რეალობა. და მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ამაზე არაერთხელ საუბრობთ ხმამაღლა და მოვუწოდებთ ხოლმე საზოგადოებას ჩართულობისკენ, მაინც აი ესეთი სიტუაცია გვხდება და როგორც თქვენ წეგან საუბრისას აღნიშნეთ, აპრილის თვეში დაასუფთავეთ, ხო და აი ეს არის მხოლოდ ერთი ადგილი, რომ გავშალოთ სხვადასხვა ადგილზე სამშენებლო ნარჩენები, აი ავტომობილის ნაწილები, სხვადასხვა ტექნიკა ყრია და არ შემიძლია ამას ხაზი არ გავუსვა კიდევ ერთხელ, რომ ეს დასჯადია კანონით, როგორც ვიცი, არ შეიძლება რომ საზოგადოებამ დააბინძუროს, ქალაქში დაყაროს აი ასეთი ნარჩენები, მაგრამ მიუხედავად იმის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ კარგად იცის, აი მაინც ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. მოდით კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ნარჩენები აქ არ აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მუნიციპალური ინსპექცია პერიოდულად ამაზე რეაგირებს, რა თქმა უნდა, ჯარიმებსაც წერს, თუმცა მაინც ხშირია დაბინძურების ფაქტები. ამისთვის სპეციალური სამშენებლო ნარჩენების შენახვის განთავსების ადგილია გდანში. თბილსერვის ჯგუფის ხელხაზე შეუძლიათ ნებისმიერმა ადამიანმა დაარეკოს, ეს არის 61, 90, 50 და დეტალურად ავუხსნით, მინიმალური ტარიფები არის ამ ყველაფრის განთავსების, კანონიერად განთავსების, იმის ნაცვლად, რომ უკანონოდ განათავსონ და ადმინისტრაციული ჯარიმაც საკმაოდ დიდია თანხაში შედარებისთვის ჩვენ ასე ვთქვათ, კანონიერად განთავსებასთან შედარებით და უბრალოდ უნდა მოვინდომოთ ყველამ, რომ დედაქალაქი არ დავაბინძუროთ, მივხედოთ ეს ქალაქი მართლა ყველაში ჩვენია და რაღაცნაირად უბრალოდ უნდა მოვინდომოთ, რომ ეს არ გავაკეთოთ. არსებობს ყველანაირი შესაძლებლობა რესურსი მიზერულ ტარიფებში, რომ ეს კანონიერად განვათავსოთ. და აქ ჩვენ ვხედავთ სპეციალურ ტექნიკას, რომელიც ვხედავთ როგორ მუშაობს, რომ გაიტანოს ეს ნაგავი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ტექნიკა, რომელიც ქალაქის ქუჩებში ყოველდღიურად გვემსახურება და ჩვენი ნაგავი გააქვს, ამისთვის არ არის შექმნილი და აი ეს სამშენებლო მასალები დიდ ზიანს აყენებს. ხო, ეს არ არის თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლების აკვიატება, რომ არ გააქვთ, ეს არ არის მათი ვალდებულება და პლუს ამას აზიანებს ტექნიკას. მოდით ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. კი, რა თქმა უნდა, თბილსერვის ჯგუფი ეწევა დედაქალაქის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ჩვენ ქალაქში, დედაქალაქში განთავსებული გვაქვს შესაბამისი კონტეინერები, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები უნდა განთავსდეს და შესაბამისად ტექნიკაც ყავს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის დაცლისთვის განკუთვნილი.
შექმნილი. როდესაც ამ კონტეინერებში ხდება აი სამშენებლო ნარჩენი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ან მიმდებარედებს, კარგი თუ შეიძლება დავარქვათ, როცა მიმდებარედებს, კიდე ჩანს ეს ყველაფერი და თუ კონტეინერში თავსდება შემდეგ საყოფაცხოვრებო ნარჩენი გადაეფარება და თვალით შეუმჩნეველია, ხდება ჩვენს ნაგავზიდებში და ეს პირდაპირ აზიანებს, ამტრევს, მეცაც გეტყვით და აი მაგალითად რამდენიმე დღის წინა დედაქალაქში შეგვექმნა ჩვენ უკვე საყოფაცხოვრებო ნარჩენის აღების პრობლემა. ზუსტად აი მსგავსი მიზეზების გამო იმდენი ნაგავზიდი გამოვიდა მწყობრიდან, რომ დედაქალაქში ნარჩენის გატანის პრობლემა შეგვექმნა. პირდაპირ ამტრევს, აზიანებს, ეხლა ამას ტექნიკას სპეციალური პრესია, რომელიც გათვლილია ამისთვის ყველაფრისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის და ბეტონი, აგური, ასე შემდეგ რკინები, რა თქმა უნდა, აზიანებენ და ეს არ არის ერთჯერადი დაზიანება, რომელიც გამოსწორებაც ხდება. ეს დაზიანება რჩება, სამწუხაროდ ვერ სწორდება ისე როგორც საჭიროა და პერიოდულად ზიანდება და ეს ისევ ექსპლუატაციაში გვაკლდება ჩვენ და დედაქალაქს პირდაპირ ემჩნევა ეს დაზიანებული მანქანები. და აი თქვენი თანამშრომლები რას ფიქრობენ ხოლმე, როცა აი ესეთ მასშტაბურ აქციაში ერთვებიან, გამოდიან და მიუხედავად იმის, რომ ყოველდღიურად ქალაქს დილა ადრიან უვლიან და ცდილობენ, რომ ჩვენ რო ქუჩაში გავალთ, ეს სიბინძური არ დაგხვდეს. აი ესეთი რეალობის წინაშე რო დგებიან, რას ამბობენ? სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, წუხილს გამოთქვავენ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, არ არის ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობა, რომ სამშენებლო ნარჩენისგან ან ასეთი უკანონო ნარჩენისგან გავიტანოთ ნარჩენი, თუმცა დედაქალაქი ჩვენია და ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ რის ხარჯზე? ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება, საქმიანობა რაც არის, იმ რესურსს ვაკლებთ და ამ აქციების სახით ვასუფთავებთ, თუმცა მათი ყოველდღიური საქმიანობა რაც არის, იმას ცილდებიან და რა თქმა უნდა ეს ვანაწილებთ, მაგრამ მათი ვალდებულება ეს არ არის. რა თქმა უნდა წუხან ამას ყველაფერს, იმიტომ რომ დედაქალაქში მუშაობენ, დედაქალაქში ცხოვრობენ, უყვართ ეს ქალაქი, აკეთებენ, მაგრამ აი ძალიან მალე კონკრეტული ლოკაციები ანალოგიური დაბინძურებული რო ხდებათ, აი ძალიან მართლა წუხან და ვთხოვ რომ აი ვიცი გაუფრთხილდნენ მათ შრომას, ჩვენ დედაქალაქს, მართლა აი ასე ვთქვათ, ფუჭი მუშაობა გამოდის, როგორც ძანეთ წელს ასეთი მასშტაბური მეორეჯერ გვაქვს. თუმცა ეს და სხვა ლოკაციებით ყოველდღიურ დასუფთავებაში გვაქვს, ასე ვთქვათ, წამოკრეფას რო ვეძახით დასუფთავებას. მასშტაბურს ვაკეთებთ აქციების სახით და მართლა რაღაც ფუჭად მიგვაჩნია ყველას, იმიტომ რომ ანალოგიური სიტუაცია ხდება დედაქალაქის მასშტაბით. უკვე მესამე ლოკაციაზე მოვედით, სადაც ისევ სამშენებლო მასალები ხდება და მე როგორც ვიცი, შლაგბაუმიც კი დაზიანებულია გარეთ, იმიტომ რომ როდესაც ეს სამშენებლო მასალები შემოაქვთ, უწევთ რომ ალბათ დააზიანონ ხო მიზანმიმართულად. დიახ, ეს არის ასე ვთქვათ გამჭოლი გზა, თავში და ბოლოში შლაგბაუმები აყენია და არაერთი შემთხვევა გვაქვს, რომ თვითნებურად აზიანებენ ამ შლაგბაუმებს, უბრალოდ საკეტებს აზიანებენ და ხა ჩვენ მოვაწესრიგებთ ამას განგეობასთან ვთქვათ და დახმარებით, ამას ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ მაინც ვთხოვთ, რომ აი ფიზიკურად დააზიანებენ, აი ამტრევენ, ლეწავენ და რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ავიღებ და ვიქნები მაგალითი სხვებისთვის, რომ ეს ყველაფერი ასე აღარ გაგრძელდეს. და თქვენც მოგიწოდებთ, რომ დაყრით ქუჩაში ნაგავს, ისევე როგორც საკუთარ სახლში არიზამდით ამას. ვიყოთ ერთმანეთისთვის მაგალითები. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ ბედნიერ დღეს. დიდი მადლობა.